თბილისი, კახეთის გზატკეცილი, სასტუმრო და რესტორანი რაგნარი. Რატომ მოვედით კონკრეტულად ამ ადგილას? წერილი მივიღეთ სურათებით, რომელსაც აუცილებლად გაჩვენებთ და გადაწყვეტეთ, რომ უნდა ვეწვიოთ ამ ადგილს. სახალხო კონტროლი ისევ დაბრუნდა ეთერში და პირველი ობიექტი ეს არის რაგნარი. ძალიან დიდი ხანია უყურებ ამ ობიექტს. ჰალალი აწერია რესტორანს, გარედან ძალიან მოწესრიგებულია, ლამაზია, დარბაზიც გამოვიარე და ლიზა გაჩვენებს დარბაზიც ლამაზია. ნახოთ რა ხდება სამზარეულოში. პირველ რიგში რაც უნდა ვნახოთ, ეს არის რამდენად არის გასუფთავებული გამწოვი. აი ეს უნდა გაიწმინდოს, ნახეთ როგორი მდგომარეობაა. მით უმეტეს, როდესაც აი სუფთა ისინი გიკიდიათ, ჩამჩები. ესენი სულ ესენი ჩამოვიღოთ, ესენი არ უნდა ვიხმაროთ. შეხედეთ, ყველგან კონდენსატია. კედლები მოწესრიგებულია, ჭერი მოწესრიგებულია, იატაკი მოწესრიგებულია. მაცივრებში ვნახოთ რა მდგომარეობაა. სამწუხაროდ საკმაოდ სავალალო მდგომარეობაა. შეხედეთ, როდინდელი აქვს, შეგიძლიათ მითხრათ ფარში? გუშინდელი არისო. ფარს რამოდენიმე საათი აქვს შენახვის ვადა. ეს მაგიდიდან მოbrunებული ყველი არის, არ ვიცი რაში გამოიყენება, შეიძლება მომსახურე პერსონალის არის. ყოველ შემთხვევაში ბრალს უსაფუძვლოდ ვერ გავდებ, მაგიდები კარგია, მაგრამ აი ქაოტურად არის დაყრილი ყველაფერი და არ უნდა იყოს აქ საწყობი, მოწესრიგებული უნდა იყოს ყველაფერი და მტვერის დაგროვების საშუალება ობიექტზე არ უნდა ხდებოდეს არანაირად. მაგიდა ეს მაგიდა არ უნდა იყოს სამზარეულოში, იმიტომ რომ ნახეთ აი როგორ არის აი ჭუჭყი, ჩამჯდარი, შეხედეთ აი ეს ყველაფერი შემდეგში უკვე პროდუქცია აისახება პროდუქტის ხარისხზე და უმნებლობაზე. აი ესეთი ზედაპირებიც, აი ნახეთ ეს ყველაფერი აბინძურებს პროდუქციას. კეთების დროს სტილოებიც გასასუფთავებელია, არ არის სათანადო, ეს საყინული არის, საყინულეში ეტიკეტირება პროდუქციაზე არის და პროდუქცია სწორად არის განლაგებული. აი ასე არ უნდა იყოს ეს კარაქი, ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს, როგორც კონტეინერებია განთავსებული და მოწესრიგებული, ასე უნდა იყოს პროდუქტიც მოწესრიგებული და ეტიკეტირება უნდა იყოს პროდუქტზე. მაცივარი უნდა იწმინდებოდეს სათანადოდ, აი ესეთი ჭუჭყი მაცივარში არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში. ნახეთ, ყველაზე აი ცუდი აქ კიდე რა არის და რაც არ მომწონს, ეს არის აი ეს კონტეინერი, ნახეთ, აი ასეთ კონტეინერში ნამდვილად არ უნდა იყოს პური მოთავსებული. აი ეს არაჰიგიენურია და ძალიან ამაზრზენია, ნახეთ, აი ესეთ კონტეინერში შეხედეთ, აი კონტეინერი არის შეკრული და აი რა გაჭირება აქ ასეთ რესტორანს, რომ აი ასეთი პურის კონტეინერი ასეთ მდგომარეობაში არ ქონდეთ, ესეც სასწრაფოდ შესაძლებელია და იმედია, რომ შეცვლიან. რაღაცაებზე კიდე დავხუჭავ თვალს, იმიტომ რომ სანიტარული დღე აქვთ გამოცხადებული და ლაგდება ყველაფერი და იმედია, რომ ეს ყველაფერი დალაგდება და ასეთ მდგომარეობაში არ იქნება. გასკურა გასაწმენდია, მაგრამ ნუ სანიტარულ დღეს იმიტომ აწესებენ, რომ გასკურა უნდა გაწმინდონ და ყველაფერი უნდა დაალაგონ, მაგრამ კონტეინერებს რაც შეეხებათ, გაფუჭებული, გატეხილი კონტეინერები აუცილებლად უნდა შეიცვალოთ. კოროზია აუცილებლად უნდა იყოს აღმოფხრილი და კოროზია არ უნდა იყოს აბსოლუტურად არცად. აი აქ იყო მცდელობა გაკეთების ეს სკოჩით ეცადეს დამაგრება, მაგრამ აი ნახეთ, აი ეს არის ზუსტად ის კატასტროფა, რადგან შეიძლება პროდუქტში ჩაცვივდეს და მით უმეტეს, როდესაც აი ასე თავდახურული არ არის და დაბინძურდეს პროდუქცია. აი ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აუცილებლად უნდა გამოცვალოთ სასწრაფო ტაფები. აი ამ ტაფებით მუშაობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ახალ ტაფები ნაცვალი კი ბატონო. ჩვენ მოვიტანეთ და აი სულ ახალი ტაფები. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ესენი უნდა გაიტანოთ და გადაყაროთ. სასწრაფოდ უნდა გაიტანოთ. ეხლა მოდით ჩემთან ერთად დაიკუზეთ და შეხედეთ კედელი როგორ სულის ამდანებს. ეს სანიტარის დღე არის, ქალბატონო. ჩვენ მაინც მუშაობა იყო და ეს დღეს გაქვს სანიტარის დღე. ჩემი ძირფასო, მაგრამ გუში ხო ქონდა. მოდით ესეც მივხედოთ. აი ნახეთ ეხა თმები, რამდენი თმებია. შეხედეთ რა მდგომარეობაა და ამ თმებთან არის აი ეს ქვაბები დაწყობილი. აი ნახეთ, სულ თმები აქვს აყოლილი. აი ეს ყველაფერი უნდა დაალაგდეს სწორად. ნახეთ, ზედმეტი ტანსაცმელი აი სამზარეულოში. ფეხსაცმელებიც არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში. რაგნარში ორი სივრცეა, ერთი არის დიდი სარიტუალო დარბაზი და მეორე უფრო მცირე ზომის რესტორანი. ეს არის შემოსასვლელი
როგორც ჩვენ გვითხრეს, სანიტარული დღე აქვს და ალაგებენ, ნამდვილად ხედავთ აქ მტვერსასრუც. იატაკი ძალიან ჭუჭყიანია, მაგრამ გასაგებია, იმიტომ რომ შეიძლება გუშინ იყო წვეულება და დღეს წმინდავენ და ასუფთავებენ. აქვე ხედავთ გაშლილ სუფრას, შეიძლება ელოდებიან კიდევაც საღამოს სტუმრებს. სუფრა არის სუფთა, ნამდვილად, ჭურჭელი არის ცოტა შელახული, აი ნახეთ, აი ესეთი ჩამონატეხები, აი ესეთი, ხო? არ უნდა იყოს თეფშებზე, არანაირად. აი ეს უკვე გადასაგდები თეფშია, თუ რა თქმა უნდა პრეტენზია აქვს თავმოყვარე რესტორანის სახელზე. არ არის ახალი დარბაზი, მაგრამ განათება არის, ალბათ საღამოს აქ მუსიკაც უკრავს და მხიარულებაა და სტუმრებიც კმაყოფილები არიან. კერძებს ჩვენ რა თქმა უნდა ვერ შევაფასებთ, მაგრამ სამზარეულოში უკვე მუშაობს მადონა და შესაბამისად გაირკვევა რამდენად სუფთად და ჰიგიენის ნორმის დაცვით მუშაობენ რაგნარში, ჩვენ კი ვაგრძელებთ და ვათვალიერებთ დარბაზებს. ეს არის ხინკლის და საცხობის სივრცე, აქ ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. იატაკი მოწესრიგებულია, სველი არ არის და აქედან გამომდინარე ეხლა არ გაუწმენდიათ. ონკანიც სუფთა არის, ნიჟარაც სუფთაა, ნახეთ, უჟანგავი. აქ არის ბლინები საყინულეში ჩაწყობილი, ეტიკეტირება გაკეთებული აქვს, ჭერიც მოწესრიგებულია, აბლაბუდებიც არ არის, მაგიდებიც უჟანგავი და კარგი არის. აქ სიტუაცია ბევრად უკეთესია და აქ სიტუაცია პრინციპში მომწონს. იცით რა, აი აბსოლუტურად სად როგორი მზარეული მუშაობს, ეტყობა მის ადგილს. აქ ნამდვილად ისეთი ადამიანები მუშაობენ, რომლებსაც უყვართ თავისი შრომა და სწორად საზღვრავენ თუ რა დონის სისუფთავე უნდა იყოს კვების ობიექტში. ეხლა თქვენ შეიძლება შემეკითხოთ თუ რატო შემოვედით ჩვენ ამ ობიექტში. რატო ვარ შემესულები? აი რატო ვარ შემესული? ამას ეხლა ეკრანზე ნახავთ. ეს არის რაგნარის მეორე დარბაზი. უკვე კლასიკური რესტორანი, აქაც არის გაშლილი სუფრა. გვეუბნებიან, რომ დღეს არ მუშაობენ, თუმცა სტუმრები იყვნენ შემოსულები. შეგვიძლია მენიუსაც გადავხედოთ. სხვათა შორის ეთნიკური აზერბაიჯანელების ფლობელობაშია რესტორანი და რა თქმა უნდა, აქ არის როგორც ქართული, ასევე აღმოსავლური აზერბაიჯანული კერძებიც. ფასები ტრადიციული თბილისური, არა დაბალი, მაგრამ რაც შეეხება თვითონ დარბაზს, არის სასიამოვნო, სუფთა, ორსართულიანია, მეორე სართულზე არ მუშაობენ ამჟამად, მაგრამ მე როგორც ვიცი, არის ასევე კუპეები. ვიზუალურად დასაწუნი არ არის, მაგრამ ჩვენ ვიცით ისთვის ვართ შემოსულების კონკრეტულად ამ რესტორანში, ჩვენ გვაინტერესებს თუ რა ხდება სამზარეულოში. ბუფი გამოიძახეთ და ეს კონდენსატი აქედან მომიცილეთ, იმიტომ რომ აი ეს არის ზედანაშაული. აი ეს არის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ნახეთ, აი რა მდგომარეობაა, შეხედეთ, ხელი მოუს. მაგ არა, აქ მოუს, აქ ნახეთ. აი, შეხედეთ. აი, ამას შეხედეთ. სულ აი შეხედეთ რა მდგომარეობაშია, რამე რა ნაგავია მიწეპებული. ეს ყველაფერი უნდა გაიწმინდოს. და კიდევ ერთხელ, მიაქციეთ მომსახურე პერსონალს ყურადღება. მაგიდის სტილო და ჩამჩა, რომლითაც საჭმელს ამოურევთ მე ერთად, არავითარ შემთხვევაში კვეთაში არ უნდა იყოს. ეს არის საზიზღრობა. არ შეიძლება ეს აქ იდოს. მაგიდის სტილოები გაასუფთავეთ, არც აქ არ უნდა იგდოს ეს. და ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გაიწმინდოს და გამოიხვეტოს. აი ნახეთ რა მდგომარეობაშია, ყველაფერი საშინელი ბინძური გაქვს. აი ძალიან სიბინძურე გაქვს და ეს მოაწესრიგეთ. აი ნახეთ, ფეხსაცმელი და თასები, სადაც პროდუქტი ინახება. აი ეს ხო დაუშვებელია. ეს არის თანამშრომლის ბრალი. ეხლა თქვენ ხო ყველაფერს ვერ მისდევთ. ნახეთ, ყოველდღე ხო ვერ შემოხვალთ აქ. ახლა ამას შეხედეთ, მოგწონთ. აი ეს არის ყველაფერი აბსოლუტურად. კედლები ნახეთ. ხორცის მანქანა კარგი, გარეცხელია, კი ბეტონო, ახლა არ დავიწყებ ამის შემოწმებას, მაცივარს ნახავ, კედლები იგივე მდგომარეობა. ახლა ამას შეხედეთ. აი ამას შეხედეთ, ნახეთ. აი ეს არის უდიდესი დანაშაული. აი ეს არის ის, რაც შეიძლება ბრუცელოზი
და სალმონელა გამოიწვიოს ადამიანში გადაიტანოს. ნამდვილად დალაგების პროცესში არიან, ამიტომ მაინც შევიხედოთ რა ხდება სველ წერტილებში. აი ეს არის საპირფარეშო, გარემონტებულია სასიამოვნო, ნამდვილად ყავთ დამლაგებელი, რომელიც ასუფთავებს და აწესრიგებს აქაურობას, წყალი მოდის, შვენიერი, არის აი ესეთი თხევადი საპონი და არის ხელსახოცი, არის ხელსახოცი. რაც შეეხება დანარჩენებს, არ არის დაზიანებული უნიტაზი, რაც სასიამოვნოა, არის ტუალეტის ქაღალდი, სუფთაა და ის რომ აქ ალაგებენ, ნამდვილად და აწესრიგებენ, ესეც უნდა ვაღიაროთ. ჩვენ ყოველთვის ვაჩვენებთ ობიექტურ სურათს, რასაც ჩვენ ვხედავთ და ჩვენი კამერები ზუსტად იმას ხედავს. ჩვენი მაყურებელიც და რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მინდა შეგახსენოთ, რომ ის მიზანი, რის გამოც ჩვენ შემოვედით ამ რესტორანში, ეს იყო ის, რომ ხშირად ტანსაცმელი ალაგია უადგილო ადგილას, ანუ დარბაზებში, სამზარეულოში, იქ სადაც სურსათი ინახება და ნამდვილად დამტკიცდა ეს ამბავი, ანუ სიმართლე იყო წერილში ნახსენები. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ყველა ის შენიშვნა, რომელიც დღეს მიიღო პერსონალმა, იმედია იქნება გათვალისწინებული. მე კი შეგახსენებთ, ჩვენ ვართ დედაქალაქში, კახეთის გზატკეცილზე, რესტორან რაგნარში. აი ეს ერთგვაროვანი უნდა იყოს, მარილი დამუშავებული უნდა იყოს, არც ერთი არ არის, არც მეორე არ არის. აქაც შეხედეთ, აი ბუზები და ბზიკები შეხედეთ რა მდგომარეობაა. აი შეხედეთ, ამას შეხედეთ. აი ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ. აი ეს შეიძლება ასე, ამას შეხედეთ, აი ნაწილაკები. ეს არის საშინელება, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. აი ნახეთ რა მდგომარეობაა და ეს რა არის? ეს რა არის? ეს თევზის მაცივარია? ეს რა არის? ეს რა არის? მიპასუხეთ. აი ამას პროსომ ვაწმინდა და ერთენად რა წმინდავთ? მწვანე ბუზის ნარჩენი არის, რა წმინდავთ? ერთ-სამე ბოჭში და ჩვენ წამლები, აი წამლები. ამას შეხედეთ, აქ რას გავს, რამეს, რას საშინელებაა შეხედეთ. ბუზებით სავსეა მაცივარი. რას მელაპარაკებით? გამხელაფული გაქვთ დახარჯული, აი უჟანგავი, ყველაფერი მოწესრიგებული. ასე მომიწესრიგეთ დანარჩენები, ბოსტნეულებს რო უვლით, ასე ხორცს მოუვარეთ. ეს რბილი ხორცია? საიდან მოგაქვთ ხორცი? ეს მომაკახეთ. აი ნახე ხორცს. აი ნახეთ უბრალოდ, აი ნახეთ, ამას ქვია ხორცის სუნთქავსო. ნახეთ რა ხორცია. არაჩვეულებრივი საქონლის ხორცია, რომელიც სასაკლაოდან მოგაქვთ. ამას მოგვაქვს იმიდან. საიდან? რა ქვია, ბაზარი, გარაჯის ბაზარიდან რა. ამ მნიშვნელობა ეტიკეტი უნდა მოყვებოდეს. აქ ისე შემოტანისუფლება არ აქვს. გააქვთ ეტიკეტი. საბუთი გვაქვს. სად არის მანახე? კაი, მანახეთ საბუთი. მიახლოებით წონა ვიცი, აქედან შეხედეთ მაცივარი რას გავს. თქვენ შეხედეთ ბატონო, თქვენ ხელმძღვანელი ხართ და შეხედეთ. მაცივარს უნდა გაწმენ და დასუფთავება. აი ნახეთ, ყველგან ჭუჭყია აბსოლუტურად, ყველაფერია ჩაყრილი. ნახეთ, აი ამას შეხედეთ. აი ამას შეხედეთ. აი ეს როგორ შეიძლება აი ესეთი მდგომარეობა გქონდეთ მაცივარში. აი ეს ყველაფერი უნდა სუფთავდებოდეს. აქაც უჟანგავი ყველგან აქვს გაკეთებული, ყველგან გადახურული აქვს, ძალიან ბევრი რამე აქვს გაკეთებული, მაგრამ აბსოლუტურად არაფერს არ აქვს აზრი, თუ ეს ყველაფერი არ დასუფთავდა. სანიტარული დღე ნამდვილად ძალიან საჭირო.